წიგნი გამოვიდა ემიგრანტი, რომლის ავტორი ქალბატონი ლუარა ნიჟერაძე გახლავთ, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში მეცნიერების დოქტორი იტალიაში მოღვაწეობს, გადაარჩინა ოჯახი, ახლობლები ყველანი ამ პერიოდით, მაგრამ დიდ საქმიანობას ეწევა, როგორც იქეთ, ასევე ჩვენთან მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი მთავარი სათავეებში მდგომი პიროვნებაა, ასევე როგორც ჩვენი მოძრაობის გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, აი აქ ერპიმი ამ ფონდის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი და დირექტორი იყო პირველი, დღეს მის დირექტორი ბატონი ბახში ჟვანია გახლავთ, ორთავესთან ერთად ვართ, შეიძლება შემოგვიერთდეს ბატონი ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც სააქციო საზოგადოება ქართულის დირექტორია. ჩვენ ეს წიგნი არის უმნიშვნელოვანესი რამ. მე დიდი ხანია ამ წიგნის თაობაზე ვარ კურსში, ბევრი რამ ვიცი, მეცნიერთა კონგრესის ძალიან ბევრი მასალა გამოქვეყნებული აქ ამ წიგნში. დღეს შედგა გარკვეულწილად მისი პრეზენტაცია ბატონმა ჯუბაღებელმა და ბატონმა გვიაკაშილეკვაშილევამ, რომლებმაც წინასიტყვეობა და რედაქტორები არიან ძალიან ქალბატონ ლუარასთან ერთად. დიდი მადლობა ქალბატონ ლუარას, როგორც მეცნიერთა კონგრესის წევრს, რომ ასე თავი მოუყარა ყველაფერს, გააერთიანა და მე რამდენადაც ვიცი, აქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ისტორიებიც არის. კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ძალიან მოკლე რამ ვთხოვოთ შემდგომ ქალბატონ ლუარას და სხვებს ამ წიგნის თაობაზე ვისაუბრებთ ალბათ, მაგრამ ხوارჯობია ქალბატონო ლუარა და ესე თავში ჩვენ ცოტა სხვა ის გვაქვს მე პროგრამაში და თქვენ მიესალმოთ კიდევაც, სამწუხაროა რომ ხვალ მიბრძანდებით და ეს ძალიან ცუდია რომ მეცნიერების დოქტორია ესეთ საჭირო ქალბატონი, რომელიც აქ უფრო მეტად გჭირდება თავისი განათლებით, მომზადებით, პრინციპულობით, ადამიანებთან ურთიერთობით, იძულებულია კვლავ დაბრუნდეს იტალიაში. ძალიან ქალბატონო ლუარა. მოგესალმებით ბატონო თემურ, ბატონო ბახში და ბატონო ირაკლი. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში და მადლობა რომ ჩემი წიგნის წარდგინებას უთმობთ დროს. ეს წიგნი 2017-დან დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა და მას წამძღვარებული აქვს მეცნიერთა კონგრესის თავარი პოსტულატი, ჩვენ საქართველოს გვაძლიერებს, ჩვენ საქართველოს ვაძლიერებთ, რომელიც მეცნიერთა კონგრესის ემიგრანტთა პროგრამაში აქვს ჩასმული და მე ეს გამოვიყენე მეცნიერთა კონგრესის ნებართვით. იმდენად გამდენადაც მეც მეცნიერთა კონგრესთან ერთად თანამშრომლობდი და ჩვენ ერთობლივად ღონისძიებები ჰქონდა ჩატარებული, მე არ მინდოდა ეს მასალები დაკარგული იყო და მეც როგორც ერთ-ერთი მონაწილე უფლება მოვიპოვე მეცნიერთა კონგრესიდან, რომ ეს მასალები გამომეყენებინა და შემეტანა აი ამ წიგნში და სწორედ აი ეს მასალებიც ემიგრანტთა ყრილობის და თქვენ მეცნიერთა კონგრესის წევრების მოგზაურობა ფლორენციიდან რომ დაიწყო, აი ეს მასალებიც მთლიანად შეტანილი არის. შემდეგ თქვენი ნებართვით, მეცნიერთა კონგრესის ნებართვით, მე ამ წიგნშივე შევიტანე ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. კარგია, ერთად შევიმუშავეთ. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა შევიტანე, იმიტომ რომ მაშინ ემიგრანტთა მოძრაობამ და ემიგრანტთა ყრილობამ აი ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას მხარი დაუჭირა, უამრავმა ემიგრანტმა ხელმოწერა გააკეთა და რომ არ დაკარგულიყო ეს ისტორიული დოკუმენტი და ის ისტორიული მომენტები, რაც მაშინ ემიგრაციამ გააკეთა მეცნიერთა კონგრესის გვერდზე დგომით, ამიტომაც ეს ყველაფერი შევიტანე ამ წიგნში და ისტორია გვაქცია. აი აქ არის სწორედ აქ მეშვიდე თუ მერვე თავია, უკაცრავად მერვე თავია ემიგრანტთა მისალმება მეცნიერთა კონგრესს, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. ეს არის ბოლოში დართული თავისი დოკუმენტური მასალებითა და ფოტომასალით. აი ამ წიგნში შესული არის ასევე 13 ემიგრანტის ცოცხალი ისტორია,
ძალიან ცნობილი ემიგრანტებიც არიან, წარმატებული ემიგრანტები, წარმატებული მოღვაწეობით და არიან ასევე ემიგრანტები, რომლებმაც არც თუ ისე მარტივად გაიარეს ეს გზა და რომელთვისაც ემიგრაცია ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება. საველე დოკუმენტური მასალებით მოვიპოვე უამრავი მასალა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოღვაწე ემიგრანტებისა და როგორც შევძელი 24 საათიან მუშაობის პერიოდში კარჩაკეტილმა ისე ავსახე ყველაფერი აი ამ წიგნში და დიდი საქმეა, ძალიან დიდი საქმეა და გილოცავ. მე მიხარია რომ ეს წიგნი გამოვიდა, სიმართლე გითხრათ ძალიან კმაყოფილი ვარ და აი ამ წიგნის რედაქტორი გახლავთ ქალბატონი თამილა ცაგარეიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი. კიდევ ერთხელ ქალბატონ თამილას უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ჩემს ნაშრომის აღიარებისათვის, ჩემი პიროვნების გვერდში დგომისათვის. მე ქალბატონმა თამილამ აღმომაჩინა უშქუდში და იმ დღიდან დღემდე სულ გვერდით მომყვება, როგორც ჩემი პროფესორი, და როგორც პიროვნება, რომელთანაც ძალიან კარგი მაგალითია. გრძნობა მაკავშირებს და ქალბატონი თამილას პროფესორები ჩვენ ნეტა ბევრი გვყავდეს და ბევრი აღმოჩენები იქნება გაკეთებული სწორედ აი ასეთი, როგორ გითხრათ, აი სულით წმინდა ადამიანების არანაირი ანგარება იქ არ იყო აბსოლუტურად. ერთი უშქულის მთებში გაზრდილი გოგონა აღმომაჩინა და დაინახა რაღაცა ნიჭი ჩემში და მითხრა ლუარა შენ ასე არ უნდა დაიკარგო, წამოდი და ჯავახიშვილში გაგაგრძელებინებ სწავლას და სწორედ ქალბატონი თამილას უშუალო თანადგომით მე ჩავაბარე ასპირანტურაში და გავაგრძელეთ მე იქედან. კარგია. მე მოვწყდი მეცნიერულ გზას, მეცნიერულ მუშაობას, ჩემი 22 წლიანი ემიგრანტობა უკვე აღარ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მე მეცნიერებაში ღრმად ჩამეხედა, მაგრამ მადლობა ასევე მეცნიერთა კონგრესს, რომელმაც საშუალება მომცა ჩემი ის მცირე შესაძლებლობების პოტენციალი გამომეყენებინა და რაღაცნაირად რეალიზება მომეხდინა. და მე დავინახე მეცნიერთა კონგრესში ის იდეოლოგია, რომელი იდეოლოგია ჩემს სულს, ჩემს მეობას, ჩემს ზნეობას ესადაგება და რომელიც ქვეყნისთვის არის სასარგებლო. მე სწორედ ამიტომ დავდექი მეცნიერთა კონგრესთან, ამიტომ ვაგრძელებ დგომას ბოლომდე მეცნიერთა კონგრესთან. მე არ ვაპირებ გადახრას არც იქეთ, არც ეგეთ. ზოგადად ჩემთვის პოლიტიკა ცოტა შორეული თემა იყო, რომ არა ბატონი თემულის ფიგურა პოლიტიკოსისა, რომელსაც ვენდობი, პოლიტიკოსისა, რომელსაც პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია, პოლიტიკოსი, რომელსაც მე ვთვლი, რომ აქვს ის პოტენციალი, აქვს ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყანას დღეს სჭირდება და ვიცი, რომ თქვენი პიროვნება, როგორც პოლიტიკოსის, ქვეყანას მცდარ გზაზე არ გაიყვანს. დიდი მადლობა. ჩემთვის ეს მორალური ფასეულობა იყო კიდევ მთავარი მანიშნები. დიდი მადლობა. დავბრუნდეთ წიგნთან ემიგრანტი და მინდა ვთქვა, რომ ეს უნდა მიულოცო ყველას ემიგრანტს, ყველას საქართველოს მინდა მიულოცო, რომ ეს დიდი ისტორია გავა გარკვეული წლები და შეიძლება ძალიან ბევრს მოეჩვენოს, რომ ნახოს კიდევაც რომ რა გადაუტანია ჩვენებსო და იფიქრონ, რომ აი თურმე ვისი შთამომავლები ვართ ჩვენ. ბატონო ბახში, თქვენ თუ გაქვთ რაიმე ამასთან დაკავშირებით, ორი სიტყვით თქვენ და ბატონი ირაკლი, მე ვფიქრობ, კარგი წიგნი გამოვიდა, ემიგრაცია ქვეყნის სიმდიდრეა და ძალიან ბატონო ბახში თუ რაიმე გაქვთ. საერთოდ ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ქალბატონ ლუარას და მისი თხრობის მანერა, მისი ქართულის კარგად ცოდნა და რაც თავარია მისი დამოკიდებულება სამშობლოსა და თავისი თანამემამულების მიმართ, რომელიც ძალიან გულისხმიერი ქალბატონია და მე ეს წიგნი წაკითხული არ მაქვს, აი ახლა ვხედავ პირველად, მაგრამ ვიცი რომ გვექნება გამოგექნება და სიამოვნებით წავიკითხავთ. საერთოდ მინდა ავტორზე უფრო მეტი ვილაპარაკო, რომ ძალიან იშვიათია თქვენ იცით, რომ მე ეს სტატისტიკის ის მიყვარს და რამდენი კაცზე რამდენი ჭკვიანი კაცია და რამდენი განათლებული და რამდენი რეგვენია და რამდენი რაღაც არის. აი ლუარა ისეთი ქალბატონია, რომელიც ალბათ საზოგადოებაში
არ იქნება 1%. ეს იქნება უფრო დაბლა 0.01% ალბათ. აი თავისი ერთგულებით, თავისი უნარით წავიდეს თავგანწირვაზე ქვეყნისათვის, სამშობლოსათვის, საყვარელი ადამიანებისათვის, მეგობრებისათვის და ჩვენ ვიცით რომ ქალბატონი ლუარა იქ სადაც ახლა მოღვაწეობს იტალიაში ის არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ამ ჩვენი სათვისტომოს და მათი მოქმედების და ისინიც დარაზმა მან აი ამ ჩვენი ტელევიზიის მხარდასაჭერად და ჩვენ ეს ბევრჯერ ვიგრძენით და მუდმივად ამას ვგრძნობთ. ასევე აი როგორც თქვა ახლა შეერთებული შტატებიდანაც იმათთანაც გააბა კავშირი, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით იმისი თურქეთში მოღვაწე ქართველების ამბავი, ვიცით საბერძნეთში მოღვაწე ადამიანების შესახებ ეს ყველაფერი ლუარას მეშვეობით. ლუარა აგროვებს ამ ხალხს, რაზმავს ამ ხალხს, აძლევს მიმართულებას და ეს მიმართულება არის სამშობლოს კეთილდღეობისათვის ბრძოლა. ასე რომ როლი და მნიშვნელობა ლუარასი რა თქმა უნდა ძალიან დიდია და კარგია რომ აი ეს წიგნით დაწერა და ახლა რაც მან თქვა მე ეს მჯერა რომ მისთვის მთავარი ამოცანა ის კი არ იყო რომ ლუარანი ჟარაძემ წიგნი დაწერა, მთავარი იყო რომ აი ეს მისი ბრძოლა და მისი და ეს მომენტები და მათ შორის ჩვენი მეცნიერთა კონგრესის მოღვაწეობა არ დაკარგულიყო და დააფიქსირა და დადო აგერა, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მადლობია, კარგი. ბატონო ირაკლი თუთმით დასაწყისში და ჩვენს ოქროს ვიტყვი მე ასევე ბატონი ვახშის მსგავსად წიგნს არ გავცნობივარ ჯერჯერობით. ეხლა ვხედავ პირველად ფაქტიურად, მაგრამ თვითონ სათაური და შინაარსი ამ წიგნისა უკვე თავის თავზე მეტყველებს, ასე ვთქვათ. ეხლა ეს ემიგრაცია, საერთოდ ადამიანების მიგრაცია ქვეყნიდან ქვეყანაში, რაც კაცობრიობა არსებობს, უმუდამ არსებობდა, მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი მაინც ძალიან ის იყო ყოველთვის მიჯაჭვური საკუთარ მიწა-წყალს. ხო და ეს მოვლენა ესეთი მასობრივი გახდა ბოლო 10 წლეულების მანძილზე. ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევა შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის და რომელსაც ახლა აქ ის გადავხედე სარჩევს და დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეებიო აქ ავტორს აქვს გამოყოფილი, ახლა წაკითხვა ვერ მოასწარი რას გულისხმობს, მაგრამ სწორედ ეს არის რომ ასეთი ტიპის მოვლენებს აქვს ერთიც და მეორეც. და აი ესეთი რთული და მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური მოვლენა ფაქტობრივად აი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1-3 წლეულის მანძილზე უკვე სერიოზულ გამოწვევად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის, არ არის მისდამი მიძღვნილი ლიტერატურა არის ძალიან მწირი, ხო? მე არ ვიცი, მე ახლა ასეთი წიგნი მე მაგალითად სხვა აქამდე არ მინახავს და ასე რომ ეს უკვე მისასალმებელი ამბავია, რომ ადამიანი რომელიც არის ერთის მხრივ, ესე იგი, ქართული კულტურის და ქართული, ასე ვთქვათ, ცოდნის და გამოცდილების თვალსაჩინო წარმომადგენელი და მეორეს მხრივ აქვს გამოცდილება თვითონ პირადი ამ ამბისა რა, რასაც მიუძღვნა, ხო? ახლა ასეთი ადამიანი რომ ამ მოვლენას მიუძღვნის ნაშრომს, ეს თავისთავად არის, აი, გაცნობის გარეშე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენადაც ვიცნობ ქალბატონ ლუარას, ვიცი რომ ძალიან სერიოზული ადამიანია, ძალიან დიდი კულტურის ადამიანია და წესით და რიგით რაც სხვა საქმე როგორც გაუკეთებია, ისე უნდა იყოს ეს წიგნი ალბათ ისიც შედგენილი და ეს ნიშნავს კარგად. დიდი მადლობა. ეხლა ჩვენ სხვა თემებზე გადავალთ. ქალბატონ ლუარას გამოსვლას რომ მოისმენენ, მე მივხვდებიან როგორი პოზიცია აქვს მას, ასე რომ ეხლა რაც შეეხება ავტორი არის საინტერესო პიროვნება. ის 13 ჩვენი თანამემამულე, რომელთა 13 ხო, რომელთა ისტორიები აქ არის, მე ყველა ვიცი, ყველა გვარი ვნახე და საინტერესო ადამიანები არიან და თავისთავად ეს მნიშვნელოვანია. რედაქტორი ყავს ძალიან კარგი. წინა სიტყვება ორი პიროვნების, ერთი დიდი მეცნიერი ბატონი გია კვაშილევა და საოცრად ესეთი საინტერესო პოეტი, დამავიდროს მეცნიერების დოქტორი ბატონი ჯუბაღებელი,
ნუ აი ეს შემადგენლობა უკვე ყველაფერს ნიშნავს და დიდი მადლობა. წავიკითხავთ, ვნახავთ, კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდებით ამ წიგნს და ეს რეკომენდაციებიც არის მთავრობისათვის. თუ ვინმე დაინტერესდება ჩვენი ხელისუფლებიდან, აქ არის რეკომენდაციები. ნახე ბოლო თავის სათავე მეტყვი რომ აი რაც გამოიკვეთა ჩემი კვლევის პერიოდში, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება. მე მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ბატონმა გია კვაშილავამ, რომელიც ერთ-ერთი მართლაც საინტერესო და გამორჩეული მეცნიერია, აი თქვენთან ურთიერთობა რაც დაამყარა, იმის შემდგომ გადაწყვიტა, რომ ესე იგი თქვენი პიროვნება იქნება ფაზის აკადემიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა და თქვენს გაქვთ ამის სურვილი და სექტემბერ-ოქტომბერში როგორც ჩანს ეს იქნება რეკომენდატორებია საჭირო და ერთ-ერთი რეკომენდატორი მეც ვარ, მეც ვთხოვეს და დიდი სიამოვნებით შევასრულებ ამას.